მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს სიღრმისეულად შეესალონ საკითხი და დაადგინონ ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. მარკეტების მეპატრონეებოდა დისტრიბუტორებო, დრო მოვიდა რიგში ჩადგეთ. 13 წლის თავზე რენესანსი სრულდება და რეპრესიები ბიზნეს სფეროში გადადის. კობახიძე განტევების ვაცზე ძებს და თქვენ სიხარბეზე კითხვებიც აქვს. როგორ ბედავთ და როგორ აღარიბებთ საზოგადოებას. რადგან ეკონომიკური მდგომარეობა ეკონომიისკენ გვიბიზგებს, კობახიძე იმასაც მიგიხვდათ, რომ მისი მთავრობის მომატებული 20 ლარი პენსიონერს ზეთის, კარაქისა და პურის შესაძენად იანვარშიც არ ეყოფა. მით უფრო რომ ნოემბერში ინფლაცია წლიურად 4.8%-ით დაჩქარდა. პროდუქცია თითქმის 11%-ით გაზურდა. მათ შორის იაფი არღის არც ჯანდაცვა, აქ ზრდა 10%-ია. გაზურდა მედიკამენტებიც. კობახიძის გუნდი ფარმაცევტულ სექტორსაც მიაკითხავს. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის შემქმნელებისგან ერთი უბანი, ერთი აფთიაქიც არ გაგიგვირდეთ. თუმცა ჯერ სუპერმარკეტებზეა. დისტრიბუტორებო და სხვა ბიზნესებო, ასე არ გამოვა. რატომ არის ასეთი დიდი ფასთა სხვაობა ჩვენსა და ევროპის ბაზრებს შორის? ცოტა ხალხზეც იფიქრეთ. დაჩქარებული ინფლაციის პირობებში ის მაინც თუ იცით დღეს რამდენია 20 ლარი. 80 კაბიკი და კიდო მანეთი. თითო რა ბევრია. ხოდა რადგან თქვენი დამსახურებაა საზოგადოების გაღარიბება, რადგან ბრალად გედებათ ისიც რომ ამ 20 ლარს ძალა არ აქვს და პენსიონერი მარკეტიდან ფაქტობრივად ხელსარიელი გამოდის. რადგან რიგით ადამიანებს არჩევანის გაკეთება უწევთ პროდუქტსა და მედიკამენტ შორის, იმიტომ რომ მედიანური ხელფასი 1332 ლარია და აქაც ოცნების გუნდი არაფერ შუაშია. კობახიძე და მისი საგამოძიებო სამსახური ერთი მეორის მიყოლებით დაგიძახებთ. Tengiza! Rugzara! ნახოთ როგორ საგამოძიებო გუნდს შეკრავს კობახიძე და ვის წინაშე მოგიწევთ კიტრისა და ხახვის ფასზე აღიარებითი ჩვენება. ვინაიდან ერთპარტიული დიქტატურისკენ გაქანებული ოცნება ურჩობისთვის პარტიებს კრძალავს, უნივერსიტეტებს ათვინიერებს, ბიზნესსაც ხომ უნდა მიხედვა. ამიტომ კითხვა ბევრი იქნება. ზოგადად კი პრეზიდენტსაც აქვს ერთი კითხვა. რაღაცა ხო კეთდება, კაცო, რაღაცა ხო შეიძლება დადებითად შეფასდეს, რაც მართლა კეთდება ჩვენ სამნი რო გავიდეთ და ელემენტარულად ავტობანი კი რაღაც კეთდება. მას შემდეგ რაც დასავლურ ორბიტას ჩამოვშორდით, რიცხვები მოწმობს რომ ინვესტიციებიც შეგვიმცირდა. რაღაც პერიოდი უმუშევართა რაოდენობაც მზარდი იყო. ფასებიც გაიზარდა, თუმცა ეკონომიკური ზრდა შენელდა. მაგრამ ბეჟან წაქაძეს რომ გკითხოთ, თქვენმა რაღაცის კეთებამ ეკონომიკა გამოაკეთა რიცხვებში. პერსპექტივაც და მომავალიც კარგი ისახება და ეს არის პროგნოზები ყოველდღურად იწევა. პროგნოზების სუსტი არგუმენტებით, თუმცა კობახიძემაც ასწია. ევროკავშირის ქვეყნებს ვუსწრებთ და ნატოს წევრი ქვეყნებიც ჩამოვიტოვეთო. მაგრამ როცა რაღაც მომენტში საქმე თავდაყირად ადგა, სიტყვები უკან წაიღო. ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. პირველად გადასწრება ერთსულ მოსახლეზე ჩვენი ეკონომიკა 10,000 დოლარს წელს პირველად ისტორიაში. თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩებით მაგალითად ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი. ჯერ ნოემბერი იყო და კობახიძეს არ გახსენებია ფასები. ამ დროს ჯერ ისევ უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირებაზე გესაუბრებოდათ. სამაგიეროდ ბეჟან წაქაძემ რიდით კითხა ნათია თურნავას. ქალბატონო ნათია, რამის გაიაფება თუ მოხერხდება, ან რაიმე თუ გადაგვარჩენს ჩვენა და ჩვენს მრევლსაო. რასაც ქვია პროდუქტების შესყიდვა, ამაზე არის ძალიან დიდი პრეტენზია, იმიტომ რომ კატასტროფულად იზრდება ფასები ამ მიმართულებით. აი, რა შეიძლება გაკეთოს და ასევე წამლებში. აი, რა შეიძლება გავაკეთოთ, გარკვეულწილად ისეთი. თურნავამ წაქაძეს აუხსნა, რომ თურმე გარე ფაქტორები განსაზღვრავს ფასებს და თუ გარე შოკები არ იქნება, ფასებიც შემცირდება და ინფლაციაც მიზნობრივს დაუბრუნდება. მოხდა კორექტირება საგარეო ბაზარზე, მაგალითად, საკვების ზეთის ფასის, რომელიც დიდი წონით გამოირჩევა, ეს აისახა, მაგრამ ეს არის ერთჯერადი ეფექტი, შესაბამისად მილებადი ეფექტი, თუ რასაკვირველია, კვლავაც არ გაგრძელდება გარე ბაზრებზე ეს ზეწოლა.
დავუბრუნდეთ დასაწყის. თუ კი აქამდე გარე შელკებმა გააძვირა პროდუქცია, მაშ რაღა შუაშია ბიზნესი. კობახიძე გაბნევთ თუ ნათია თურნავა. ფაქტია, თურნავას განცხადებიდან თითქმის თვე გავიდა. ამ პერიოდში არც გარე შოქს ექვსმენია რამე და არც ვინმე ჩავარდნილა შოქში. 24 დეკემბრის სისხამდილას კობახიძე პურმარილზე მზარდი ფასებით შეწუხდა და ვიდეო ჩაწერა. გრაფიკაც მოამზადა და დაიწყო. საქართველოში კონკრეტული მარკის წესუმძირის ზეთი 34%, მაკარონი 97%, ბრინჯი 180%, კარაქი 30%, ყველი 42%, ხოლო შოკოლადი 57% ძვირია. ფასებს შორის ხოვებას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი. კობახიძეს ეკონომიკის სამინისტროში მყისიერად დაუკრეს კვერი. საქართველოში სავაჭრო მიწოდების ჯაჭვებში ფასნამატი საკმაოდ მაღალია. პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი დაახლოებით 90%-ში ადგენს. არა, განა კობახიძეს თვეში 16,000 არ ეყოფა, რომ მარკეტებში პროდუქცია შეიძენოს. მით უმეტეს 1400 ლარი იანვრიდანაც დაემატება. უნდა დაუფასდეს ზუსტად ამ დროსა და გარემოებაში ფასებთან შერკინება რომ მოისურვა. ზეთი გაძვირდა პურიც, კომბოსტოც და აგერ უკვე იანვრიდან კვერცხიც ძვირდება 2 თეთრით. კვერცხი რომ ძვირდება დეკემბერში გავიგეთ. აი იმ დროს დეფიციტია რომ გვითხრეს. თანაც საინტერესოა 2 თეთრით რატომ? რა გაჭიროებაა? 7-8 თეთრიან მატებასაც აიტანდა პენსიონერიც და 708,000 სოცდაუცველიც. პრეტენზია ვინ გამოთქვა? არც არავინ. პროდუქცია ევროპულზე ძვირიაო ღარიბ მოსახლეობას ისევ თქვენში ახსენეთ. ამ ღარიბი მოსახლეობის რაღაც ნაწილს თქვენი ღრმად სწამდა. არც თქვენი შვილების ჩარტერული რეისით უნივერსიტეტში გამგზავრება შეშურებია და არც მანქანების მარკები გაურჩევია. ცოდვა როგორ უნდა ითქვას და საზოგადოების რაღაც ნაწილს არც თავისი შრომით ბიუჯეტში გადმორიცხული თანხის მოპარვის შემდეგ დასცენია სიტყვა. არა, ეგენი ჩემგან შორს გენაცვალე. მე ნაჭამი ვიყო მთავარი ეგა. ფასები რომ ძვირდებოდა შარშან იმის წინ და ამ წლის მარტშიც, კობახიძეს და მის გუნდს ბევრჯერ შეახსენეს მათ, ახლა პროპაგანდა ბოროტძალებსა და ბოროტიანის პატრონებს რომ ეძახის. მე თუ რამდენი ბოროტიან არა. ვინმე სადმე თუ გინახავთ და გახსოვთ პროპაგანდისტულმა მედიამ როდის გააშუქა თუნდაც პურის, ზეთისა და სხვა პროდუქტების გაძვირება. ჯერ კიდევ წინა კვირას ხომ ეკონომიკური ზრდა იყო და ფასებიც ნორმაში. დღეს ნეტავ რატომ დაიწყეს თითის გაშვერა თითქოს პრემიერი მაცივრებს გვივსებს და ვიღაცებს ამის დანახვა არ უნდა. მამუკა მდინარეძეს მინდა დაუსვა კითხვა. რატო არის საქართველოში ყველაფერი ყველაზე ძვირი რეგიონში? პირველადი მოხმარების პროდუქტები, ბინის ქირა, ნებისმიერი პროდუქტი რატო არის გაცილებით უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, სადამდე შეიძლება წავიდე? ჩეკი აზერბაიჯანიდან პური ღირს 80 თეთრი, საქართველოში 1 ლარი და 60 თეთრი. რა გინდა ბაზარზე, ბიჭო? კიტრი და პომიდორი და წნელის, პეტრუშკის ფასებზე რო დარბიშვი. ზე მაგალითად ჩვენს სამეზობლოში ღირს 3 ლარი და 20 თეთრი, საქართველოში 5 ლარი და 50 თეთრი. დღეს კობახიძე ამბობს, რომ საზღვრიდან დახლებამდე ფასნამატი 86%-ით იზრდება. ეს პროცენტები ეკონომიკის სამინისტრომ მიაწოდა, თუმცა სამინისტროში როგორ დაიანგარიშეს ფასნამატი არ უთქვამთ. ფაქტია, ფასები იმატებს და საზოგადოებას იაფი პროდუქტი შირდება. სხვათა შორის სურსათის ფასები ეძვირა კობახიძის წინამორბედ იგრაკლისაც. ის მაინც გულისხმიერი კაცი იყო, თავისი გასაჭირიც ჰქონდა, მოპარულის სამალავს დაეძებდა. მდიდარს პარავდა და ღარიბთან მიჰქონდაო ვერ ვიტყვით, მაგრამ მაინც აწუხებდა საზოგადოების ყოფა და სიძვირეც. ფასებზე დამატებული არის საბითუმო ფასებზე. როგორც ჯერ მხოლოდ გასაკრით ფასზე არ ვამბობ. 70, 60, 50, 80% არის ფასნამატი. საბითუმო ფასებზე. ამას ემატება რა თქმა უნდა შემდეგ უკვე საცალო ფასები, ფასნამატი მინიმუმ 25-30% და გამოდის რომ ჯამში ჩვენ მოსახლეობა ჩვენს ხალხს უწევს 100%-იანი თითქმის ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა. 2023 წლის თებერვალში სამუშაო პროცესში კონკურენციის სააგენტოც ჩართო. კანონპროექტიც მომზადდა. შემდეგ ეს კანონპროექტი თაროზე შემოდეს. 6 თვის თავზე გვითხრეს, რომ საეჭვოს ვერაფერს მიაგნეს. ფასები ისედაც მცირდებაო. რამდენიმე პროდუქცია გაიაფთა კიდეც, თუმცა რაკიღა ყურადღება მოდუნდა. ფასების დინამიკა დადებითისკენ წავიდა, მაგრამ აქ უკვე ბევრი წლის შემდეგ კობახიძე ჩაერთო. თუმცა აშკარაა, რომ საგამოძიებო კომისიებით ფასების ხელოვნურად მართვის მცდელობა
კონკურენციას სპობს და ეკონომიკას კარგს არაფერს უხადის. 2022 წელს დიქტატორმა ლუკაშენკომაც აკრძალა ფასების ზრდა. უნიფორმიანი ადამიანები მაღაზია დადიოდნენ. თუმცა ფასები 2023-25 წლებში თითქმის 38%-ით გაიზარდა. მაშინ საინტერესოა, რის მიღწევა უნდა ოცნების გუნდს. ფაქტია, ადმინისტრაციულ წნეხს შედეგი არ მოაქვს. ოცნების გუნდის მიზნებით ფასების შემცირებას სცდება, როგორც ჩანს ვიღაცებით შეწუხდნენ. ვიდრე ბჭობა მიდის ვინ და რა აძვირებს ფასებს, სავარაუდოდ ერთი კლანის მიერ მეორის შევიწროების გზით ვიღაცები კიდევ უფრო გაფართოვდებიან. ჯერჯერობით გამოძიების იმედი დიდად არ უნდა გქონდეს, რადგან კონკურენციის სააგენტომ თუნდაც 2020 წელს გამოძიების დაწყებიდან 1 წლისა და 7 თვის თავზე მოახერხა პურის გაძვირების მიზეზის დადგენა. დღეს ეს სააგენტო ბევრს ვერაფერს ამბობს და ჯერჯერობით გაისუსა, რადგან მისი საქმე სუსმა წაიღო. ყობახიძის ეს განცხადება, როდესაც ამბობს, რომ სისხლის სამართლის დევნა დაიწყება და პირდაპირ სუსი გააკონტროლებს ამ სიტუაციას, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოლიციურ რეჟიმში. რომ ამ ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტი, რომელიც თავის ფუნქციას უნდა ასრულებდეს, ფაქტურად არ ასრულებს და ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას კონკურენციის სააგენტოზეც. ვიდრე კონკურენციის სააგენტოსაც გაარკვევენ, რა როლი აქვს ამ თამაშში, შევხედოთ ქსელური მარკეტების მოგების მარჟასაც. მოგების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა 2 ნაბიჯი. Forbes-ის მონაცემებით 2024 წელს მისი მოგება თითქმის 64.9 მილიონი ლარი იყო. მოგების მარჟა კი 4.8%. 25.800.000-ის მოგება ჰქონდა აგროჰაბს. მოგების მარჟა კი 8.1%. 12 მილიონამდე მოგება, მოგების მარჟა კი 7% ჰქონდა ფრესკოსაც. ნიკორას მოგება 11.9 მილიონამდეა, მოგების მარჟა კი 0.9%. სუპერმარკეტების დიდი ნაწილი კი, რომლის წინააღმდეგაც ყობახიძემ სუსი ჩააყენა საქმის კურსში, სწორედ ოცნებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირებისაა. ორი ნაბიჯის ერთ-ერთი მეპატრონე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურია. დეკლარაციის თანახმად 4 წლის განმავლობაში მან დივიდენდების სახით 66 მილიონი ლარიც მიიღო. ეჭვი არის ხომ არა გვაქვს საქმე კარტელულ გარიგებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის სახელებს და იმებს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს აბსოლუტურად სხვანაირ საქართველოში ცხოვრობთ და ბიზნესი არის თავისუფალი. ფაქტია, ვიღაცები პასუხისმგებლობას ჯერჯერობით გაურბიან. ისიც ფაქტია, ფასების მატების მიზეზებსა და დამნაშავეების ძიებას ოცნების კარის ბიზნესამდე არ მივყავართ. დაუშვათ, რომ კარტერული გარიგება და წიწიბურისა და შამპუნის ფასი ხელოვნურად იზრდება. თუ კი ამ ფასთა შორის ხოვბაზე ოცნების გუნდი ბიზნესი აპირებს ხელის შეწმენდას, ვის უნდა მოეკითხოს ის, რომ იმ დროს, როცა ქვეყანაში მევენახეს ყურძენი ერთლერად უფუჭდება, იმპორტის ოდენობა 101%-ით იზრდება და თანაცწლიურად ფასი 21%-ით იმატებს. ვის უნდა მოეკითხოს ის, რომ ფერმერს ატამის, საზამთრო და სხვა პროდუქცია უფუჭდება, იმიტომ რომ ქსელურ მარკეტებში ვერ შედის. ვის უნდა მოეკითხოს ის, რომ ყურძნის, კარტოფილის, თხისა და ცხრის ხორცის გარდა ჩვენი სამყოფი არაფერი გვაქვს და დანარჩენი პროდუქციის იმპორტი გვჭირდება. ან რეგიონებმა საწაიღეთ ბიძინას ნაჩუქარი 5 მილიონი. ის ხომ გლეხებს ჩამოურიგა მეურნეობა რომ განევითარებინათ. ითოს სოფელს საქართველოში ერგება 5 მილიონი. იქნება ნულოვანი კრედიტები, მრავალწლიანი, იმის და მიხედვით ხორბალს თესავ, ვაზი მოყავს თუ რა მოყავს. საინტერესოა ის ვიღას უნდა მოეკითხოს, რომ თუნდაც ქათმის ფერმები მუშაობას წყვეტენ ხარჯების გამო და კვერცხიც კი უკვე თურქმენეთიდან შემოგვაქვს. ასოციაციამ შესაბამის უწყებას დახმარებით მიმართა, მაგრამ შედეგი ვერ მიიღო. იანვრიდან თურმე დენის ტარიფი ბიზნესსაც რომ ეზრდება, ვის აქვს ილუზია, რომ პროდუქცია გაიაფდება. რა თქმა უნდა, ისევ პური გაზვირდება, მერე არც იმის გასაჭერი იქნება, რომ თქვან, თურმე ფქვილი შემოდის ვიღაცების ბიზნეს ინტერესების მიხედვით. 2027 წლიდან ფასი რეგიონებში წყალზეც რომ უნდა კორექტირდეს. ვინ ფიქრობს, რომ ფერმერი განაგრძობს გაფართოებას? წყლის გაძვირებაზე ნარმანიაზე უკეთესი პასუხი ვერავის ექნებოდა. იქ სადაც წყალი არ არის, მრიცხველი არ ტრიალებს, შესაბამისად ქვითარიც არ მიუამოხმარებელს და არაფერს არ გადაიხდის. ეს ვიღას დამსახურებაა, რომ რეგიონების ნაწილს დღემდე არ მიეწოდება სასმელი წყალი. ზოგ რეგიონში კი სწორედ ამ წყალს კანონის დარღვევით სარწყავადაც იყენებენ. მაგრამ ადროვეთ, ესეც იქნება.
ამ პირობებში ცალკე ამბავია და ცოტა სადავოც რომ პროდუქციას DGG-ს გადასახადი საძვირებს. თქვენ რომ მარკეტში 10 ლარს იხდით, იქიდან ლარი და 80 თეთრი ბიუჯეტში მიდის. DGG არ შემცირდება, რადგან ბიუჯეტს ისედაც უჭირს. კობახიძე კი ამბობს, რომ ეს ბიუჯეტი ისევ ქვეყანას ხმარდება. კი, როგორ არა, ბიუჯეტის თანხა ქვეყანას და თქვენ ხმარდებათ. თუნდაც კახას ნაძვის ხე განათებები და ღონისძიება მერიის ბიუჯეტს 8 მილიონზე მეტი დაუჯდება. სიკეთით სავსე ქალაქში ეს ხარჯები სწორედაც რომ მიზნობრივია. მერე რა მოხდა თუ დაპირებული ბაღები ვერ შენდება და ამ ბაღების 9 მილიონის გაქრობისთვის ვიღაცები გისოსებს მიღმაც ყავს. მერე რა მოხდა თუ კი ბავშვის ფაფებიდან ფულის მხრეპავების ნაწილი ციხეშია და ნაწილი კაცმა არ იცის სად. ბატონო გრიგოლ, გამორიცხავთ რომ შესაძლოა აქედან გამოსულს ბრალიც აკიხენონ. ცისნება ყველაფერი ვეაფშე გამოიწვია. რაკიღა კორუფცია, საზოგადოების ძარცვა და ატკატები ღმერთმაინება. ღმერთმაინებოს და კობახიძემ ხარბი ბიზნესიც მყისიერად დასაჯოს, რომ როგორმე ამ ღარიბმა საზოგადოებამ პენსია თამამად დახარჯოს. კობახიძე კომისიას შექმნის. სავარაუდოდ დაჭერა არავის გემუქრებათ. თუმცა სავარაუდოდ დაწიოკდებით. ფასები რაღაც პროდუქციაზე თეთრებით დაიწევს და ღარიბების მაცივრებიც გაივსება. დენის გაძურების გამო კი ამ მაცივრებსაც ნუ გამორთავთ.